აწარმოებს ტურიზმის ან ელექტრონული კომერციის ბიზნესს საქართველოში? ტექნოლოგიებით ხელშეწყობილი გენდერული ძალადობა TFGBV არის შევიწროება ან შეურაცხყოფა ციფრული პლატფორმების საშუალებით. ამ ვიდეოში ჩვენ ჩავუყმავდებით მის მნიშვნელობას, განვიხილავთ მის გამომწვევ მიზეზებს და თავდაცვის მექანიზმებს ისეთ სექტორებში, როგორიცაა ტურიზმი და ელექტრონული კომერცია. ტექნოლოგიების გამოყენებით გენდერული ძალადობა, იგივე TFGBV საქართველოში საგანგაშო ხდება. ოდესმე გიგრძვნიათ თავი დაუცველად ციფრულ სამყაროში კიბერშეტევების საფრთხის გამო? თქვენ მარტო არ ხართ. TFGBV გამოიხატება ონლაინ შევიწროების, კიბერსტალკინგის, დოქსინგის, ცილისწამების, პირადი მონაცემების, არაკანონიერი გაზიარებისა და მოპარვის ფორმებით. თქვენ შეიძლება ფიქრობდეთ, რა კავშირშია TFGBV ტურიზმსა და ელ-კომერციასთან. მოდით განვავრცოთ. ტურიზმი და ელ-კომერცია ის ინდუსტრიებია, რომლებიც ციფრულ ნდობას ეყრდნობა. TFGBV კი არგოს ბიზნეს აზიანებს რეპუტაციას და აზარალებს როგორც თითოეულ ინდივიდს, ისე საქართველოს საერთო ეკონომიკას. ქალები ძალიან ხშირად ხდებიან ციფრული თავდასხმის სამიზნე ამ მსხვერპლი აუდიტორია. წარმოიდგინეთ, რომ წარმატებულად მართავთ ონლაინ მაღაზიას, სასტუმროს ან ვაჭრობთ ნებისმიერ ციფრულ პლატფორმაზე. ერთ დღესაც თქვენი ანგარიში გვხვდებათ გატეხილი, ხდომა დაბლოკილი, პირადი ან ბიზნეს ინფორმაცია კი მოპარული. ან თუნდაც უცხო პირისგან იღებთ არასასიამოვნო შეტყობინებებს და მუხარას. ეს თავდასხმები იწვევს ფინანსურ ზარალს, ემოციურ დისტრესს და მთულ ციფრულ გარემოს. თუმცა საბედნიეროდ არსებობს მექანიზმები, რომლებიც მსგავსი შემთხვევების თავიდან აცილების საშუალებას გვაძლევს. პირველი, უსაფრთხოების გაძლიერება, ძლიერი პაროლებისა და კონფიდენციალურობის პარამეტრების გამოყენებაა. მეორე, საფრთხეების ამოსხმობა, ფიშინგისა და ყალბი-პროფილების იდენტიფიცირებაა. მესამე მექანიზმი შეტევების აღკვეთაა, ძალადობის შემთხვევების შესახებ შეტყობინება და დამნაშავეთა დაბლოკვა. ხოლო მეოთხე, იმუნიტური მხარდაჭერის მოძიებაა, საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი სამართლებრივი ნაბიჯების გადადგმა. მეხუთე ნაბიჯი კი დამხმარე ქსელების შექმნაა, რომელიც გამოცდილებისა და რესურსების გაზიარებას გულისხმობს მხარდამჭერ საზოგადოებასთან. კიბერუსაფრთხოების მძლავრი ზომები არ შეიძლება გადაჭარბებული იყოს. საკუთარი უფლებების დაიმუნარების შესწავლა, რომლებიც TFGBV-სგან გვიცავს, მის წინააღმდეგ მოქმედი ერთ-ერთი მთავარი იარაღია. ამ გამოწვევების დასაძლევად და მასთან ბრძოლის შესაბამისი უნარების გამოსამუშავებლად Mercy Corps-ის პროგრამა უსაფრთხო ონლაინის ფასილიტაციით შედგა თანამშრომლობა, რომლითაც ერთმანეთთან კავშირდება საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი. ამ პრობლემის დაძლევით ჩვენ ვქმნით ინკლუზიურ სამუშაო გარემოს. ვაძლიერებთ ნდობას ციფრულ სივრცეში. ასევე ვხსნით ქალმეწარმეთა და პროფესიონალთა პოტენციალს, რაც მდგრადი ეკონომიკური განვითარების წინაპირობაა. ქალთა გაძლიერება ონლაინ შევიწროების წინააღმდეგ ბრძოლაში არა მხოლოდ ეთიკური იმპერატივი, არამედ მდგრადი და უსაფრთხო ეკონომიკური მდგომარეობის შექმნის საფუძველია. ერთად ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ უფრო უსაფრთხო, ინკლუზიური და ინოვაციური მომავალი საქართველოსთვის. იმით არის თქვენი უნარები და იყავით დაცული ციფრულ სამყაროში.